როგორ ძანდები? კარგად, როგორ ხარ? ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა პირადად სილამშტობის. გილოცავთ ახალ თანამდებობაზე დანიშნას. ეს განათლების მინისტრის ახალი მოადგილეა. შაბათის ეთერი იძულებული გახდა გელაგელაძისთვის კითხვები მის კუთვნილ ავტოსადგომზე დაესვა. ახალ პოსტზე დანიშნვის შემდეგ გელაძე ჩვენ გვემალება და ინტერვიუზე უარს გვეუბნება. ახლა ცდილობს, რომ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას მასთან აქვს, მოუცვლელობის მოტივით გაექცეს. ამ ფორმატში უბრალოდ არ არის სწორი ინტერვიუს ჩაწერა. ანუ კი დაუკავშირდით ჩვენი PR-ის წარმომადგენლებს და შეგვიძლია მე გიკავშირდებით ორი დღეა მოგწერეთ კიდევაც მოკლე ტექსტური შეტყობინება ბატონო გეკა ორი დღეა ვცდილობ რომ დაგიკავშირდეთ სამწუხაროდ ვერ შევძელე კომუნიკაცია მე გირჩევდით რომ აი მისულიყავით და გეკითხათ რა რეფორმები განხორციელდა მანდატური სამსახურში. რა ნიშნით შეარჩია ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი განათლების მინისტრის მოადგილედ. ეს კითხვა საზოგადოებას მისი დანიშვნისთანავე გაუჩნდა. ამ თემაზე გელაგელაძესთან ინტერვიუს ჩაწერა რამდენჯერმე ვცადეთ. მივწერეთ მესიჯები, მივაკითხეთ სამსახურში, ვესაუბრეთ პრესმდივანს. თუმცა პასუხი ერთი იყო. არა. შეხოთ მოვიკითხავ, კარგი, დამელოდიური წუთი და გეტყო პასუხს. კარგი ძვირფასო, მადლობა. კარგი დროებით, კარგი. მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ ინტერვიუს შეთანხმებაზე საბოლოო უარი გვითხრა, გელაგელაძეს საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომზე მივაგენით. ადამიანი, როდესაც ინიშნებით კრიმინალური პოლიციის წარსულით ამ პოსტზე, რას ნიშნავს? თქვენ უნდა აკონტროლოთ ეს სისტემა? მე მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და კიდე სხვა ბევრ სამინისტროში და 5 წელიწადია მუშაობ განათლების სამინისტროში. კრიმინალური პოლიციაში მუშაობდი. რა თქმა უნდა, მუშაობდი მამუკამდინარაძესთან ერთად აიდგით ფეხი ხო, სავარაუდოდ ვაკე-საბურთალოს პოლიციაში. ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მუშაობდი, კი ბატონო. რა ურთიერთობა გაქვთ ბატონ მამუკამდინარაძესთან? დიდი ხანია, ბევრი წლებია მეგობრო. იყო თუ არა კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს მისი ლობისტი მამუკამდინარაძე. შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროში მდინარაძემ და გელაძემ ფეხი ჩვენი ინფორმაციით ერთად აიდგეს. მდინარაძე გვიდასტურებს, რომ როდესაც ვაკე-საბურთალოს გამომძიებელი იყო, გელაძე მის სტაჟორად მუშაობდა. თქვენი მეგობარი იყო? კი, ჩემი სტაჟიორი და ჩემი მეგობარი და ძალიან კაი ბიჭი. ამის შემდეგ მდინარაძისა და გელაძის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გვიმტკიცებს, რომ განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნული გელაძე მისი ძმაკაცია. თქვენი რეკომენდაციით მოხდა ეს კაცი განათლების სისტემაში? აბა ვისი რეკომენდაციით? ვისი რეკომენდაციით? აი ბიჭია ძალიან და გეკა ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმაკაცი ძალიან კაი ბიჭი და წარმოდგენა არ მაქვს ვისი რეკომენდაციით მიიღეს იქ სადაც მიიღეს. მართლა? ანუ მინისტრის მოადგილედ რო გადაიყვანეთ, თქვენ არ გაგიწევიათ რეკომენდაცია? რა გადაიყვანეს? ამილახვარის მოადგილედ. შვილებს ვიწევარ ეხა თუ არ გამიგე. კაი, ხა ორივე შვილს გეფთები ეხა გავიგე. ორივე შვილს გეფთები ეხა გავიგე. აი ამ. არ გაქვთ კონტაქტი მასთან? როგორ არ მაქვს კაცო, კითხულობ ხშირად ერთად. ხო და მე რატო არ მოიკითხე თუ დააწინაურეს? ბიჭო, არ ეხა გავიგეთქო და ეხა მოვიკითხავ ამ წუთში დაურეკავ. კარგი. რისთვის მიავლინეს კრიმინალური პოლიციის უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი განათლების სამინისტროში. გელაძემ ახალი პოსტი სტუდენტების მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ მიიღო. საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანს ნახევარის სამინისტრო ტოტალური კონტროლისთვის ჩააბარეს. გელაძეს ამის კარგი გამოცდილება აქვს. კარიერა შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო. მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გააგრძელა. შემდეგ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს მანდატურის სამსახური ჰქონდა ჩაბარებული. ქართულმა ოცნებამ პრობაციის ეროვნული სააგენტო ჩააბარა. გიორგი მღებრიშვილის დროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნად დაინიშნა. მუშაობა გააგრძელა გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც. თუმცა გახარია მის კრიმინალური პოლიციიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარი დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის შემდეგ მანდატურის სამსახურში გაუშვა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვკითხეთ. რატომ? სახიდან გამოვიდი აღის დასალევად. კარგით. თქვენი აზრით განათლების სამინისტროში საპოლიციო ძალების გადასვლა. სანამ ყავას არ დავლევ. არანაირი აზრი არ მაქვს. ბატონო გიორგი. ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტების დაშინება დაიწყო ქართულმა ოცნებამ. საპოლიციო ძალების გადასროლა რას ნიშნავს განათლების სისტემაში, ბატონო გიორგი? კარგი.
ყავა უნდა დავლია, სანამ ყავას არ დავლებ. არა, ძალიან გთხოვთ. გახარიამ ჩვენს კითხვებს არც ყავის დალევის შემდეგ უპასუხა. თავად გელაძე ამბობს, რომ გიორგი ამილახვარმა ლამის ნახევარი განათლების სამინისტრო არა ტოტალური კონტროლისთვის, არამედ მანდატური სამსახურში გატარებული რეფორმებისთვის ჩააბარა. მკაცრი ხელი ჭირდება ახლა სტუდენტებს, თქვენ სფეროში მკაცრი ხელია საჭირო, რეპრესიების დრო დადგა განათლების სამინისტროში. ძალიან არასერიოზულ კითხვებს ვერ ვპასუხებ და მე ფორმატი შევარჩიოთ და კრიმინალური პოლიციაში მუშაობთ, ბატონო გეკა, წლების განმავლობაში. უცნაურია ახლა თქვენი ამ პოსტზე ხილვა. ტოტალური ცვლილებები განათლების სამინისტროში ხელისუფლება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში სტუდენტების მასშტაბურმა პროტესტმა იფეთქა და ქართული ოცნება იძულებული გახდა საკადრო ცვლილებები ჩაეტარებინა. ლოგიკური ჯაჭვი იწყობა ამ საკადრო ცვლილებებითაც და ამ კონკრეტული პერსონის ამ თანამდებობაზე დანიშვნითაც. უკვე ლოგიკური გახდა და ცხადი ჩვენთვისაც, რომ ამ ხრივ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებდნენ, რომ გარკვეულწილად გაეძლიერებინათ ეს კონტროლი, დაშინების მექანიზმები, რეპრესიული ინსტრუმენტები ჩაერთოთ სტუდენტებთან მიმართებაში, პროფესორ-მასწავლებლებთან, ლექტორებთან მიმართებაში. სტუდენტები ფიქრობენ, რომ მთავრობა მათი პროტესტის შემდეგ ახლა უნივერსიტეტებში ტოტალური კონტროლის დაწესებას შეეცდება. სათითაოდ მიადგება მრავალ ახალგაზრდას, რომ დააშინოს და გააჩუმონ. თუმცა ფიქრობენ, რომ შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ, რადგან საპოლიციო მეთოდებით სტუდენტების დადუმება უბრალოდ შეუძლებელია. Არწმუნებული ვარ, ზუსტად ასე იქნება და რეპრესიები უფრო გახანგრძლივდება და უფრო გაძლიერდება მაშინ, როდესაც საპოლიციო სამსახურები ჩაერთვებიან განათლების სტრუქტურაში და მინდა სტუდენტების და ახალგაზრდების სახელით პირობა მივცეთ თითოეულ ჩემ თანატოლს, თითოეულ ჩემს მეგობარს, რომ როგორც კი მსგავსი ადამიანებისგან განხორციელდება ზეწოვა, ნებისმიერ იქნება ეს ჩემი მეგობარი თუ საერთოდ განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტი, ერთ-ერთი პირველი ვიქნები ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელიც გამოვა და უწყვეტ პროტესტს დაიწყებს ამ ადამიანების წინააღმდეგ. ასეთ მეთოდებით ალბათ ვერ დააშინებთ, რადგან ამ კაცის გამოცდილებაც უკავშირდება გაცილებით სხვა თაობას ძალიან ადრე და შეიცვალა თაობა და შეიცვალა მასთან დამოკიდებულებაც კი და ალბათ ცოტა მიგდომარე შეცვალონ კარგი იქნება, ალბათ არაძალადობრივად. ლექტორები და პროფესორები შიშით და სიფრთხილით უყურებენ ნაბიჯებს, რომელსაც ახალგაზრდების მასშტაბური პროტესტის შემდეგ ხელისუფლება დგამს. ვის შეაშინებენ, რა შეაშინებენ ამ მკაცრი ხელით და სტუდენტობას? რას ლაპარაკობ, უარესი მოხდება თუ აი ესეთი რამესულელური ნაბიჯი გადადგეს. ზურაბ დავითაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ პროფესორებს შორისაა, ვინც სტუდენტებს ერთი წუთით არ მოშორებია. მის ხელში თაობებმა გაიარა. ახლა როდესაც უყურებს, რომ მთავრობა ცდილობს განათლების სამინისტროში განხორციელებული ცვლილებებით სტუდენტებს კისერი მოუგრიხოს, ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ეს ასე ვერ გამოვა. ვერც ერთი ხელისუფლება, ვერც ერთი მთავრობა ვერ გაიმარჯვებს სტუდენტებთან დაპირისპირებაში. ეს არის აქსიომა, ეს არის საყოველთაო ცნობილი ფაქტი. საფრანგეთში განათლება მიღებულ პრემიერს, პროფესორი დავითაშვილი, საფრანგეთის მაგალითზევე ახსენებს, თუ რა შედეგები მოაქვს ჯახს ახალგაზრდა თაობასთან. დე გოლმა მე-20 საუკუნის უდიდესმა პოლიტიკოსმა საფრანგეთის ეროვნულმა გმირმა წააგო სტუდენტებთან დაპირისპირება. კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და ახლა უკვე განათლების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ქართული ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი უმდიდრესი მაღალჩინოსანია. საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად ის სამშენებლო ბიზნეს ფლობს. მისი კომპანია დეკო კორპუსებს აშენებს. ჟურნალისტური გამოძიება შაბათის ეთერის გუნდმა ამ თემაზე 2 წლის წინ მოამზადა. მაშინ ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომ გელაძე არა მხოლოდ ბიზნესის ფლობელია, არამედ მის მართვაშიც მონაწილეობს. ბატონი გელას იცნობთ დადის ხოლმე სამსახურში? კი, დადის ხოლმე? ბატონი გელა დადის თავად შემოვლაზე? რაც გიორგის და რა ვიცი, ჩვენ მეც ახლა ამ წესასაკავარ სხვა ობიექტებზე მეცავდა. ამ ინტერვიუში სამშენებლო კომპანია დეკოს კორპუსების მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი გვიდასტურებს, რომ გელაძე კორპუსების მშენებლობას პირადად კურირებს და ობიექტებსაც თავადვე ამოწმებს.
ის წილს ვინმე სხვა მართავს თუ თავად იყო ჩართული პროცესში. ანუ მისი სახელით ვინმე გესაუბრებათ ხოლმე? არა, თვითონ. კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნვამდე მანდატურის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მან ყველაზე კარგად იცის, რომ რკინის ხელით ვერც სტუდენტებთან და ვერც მოსწავლეებთან შედეგს ვერ მიაღწევს. ეს კადრები ამ ამბავს ადასტურებს. ერთ-ერთ სკოლაში შემოვლაზე მისული მანდატურის სამსახურის უფროს სკოლის მოსწავლეები დახვდნენ წარწერით. სიცოცხლე გულდებს. ცუდი სიმპტომი ეს არის, ცუდი სიმპტომი, რასაც ესენი აკეთებენ. პროფესორები, ვის ხელშიც სტუდენტების არაერთმა თაობამ გაიარა, ფიქრობენ, რომ ადამიანს ძალობან უწყებებში მუშაობის დიდი გამოცდილებით განათლების სისტემაში არაფერი ესაქმება. ეს მხოლოდ ეჭვებს და უნდობლობას აჩენს. აღმასრულებელი ვერტიკალიდან და განსაკუთრებით ძალოვანი სისტემიდან, ძალოვანი სისტემის გამოცდილების მქონე პერსონალ არ უნდა მართავდეს განათლების სისტემას. რატომ ჭირდება განათლების სამინისტროს მონუმენტის ასეთი პერსონალი? ეს კითხვა რა თქმა უნდა მეც მიჩნდება. პირველად შეიძლება არავისადმი არ მქონდეს მიუღებლობა, მით უმეტეს არანაირი გადაკვეთის წერტილი არ მაქვს, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით ეს ჩემთვის არის იმის მანიშნებელი, რომ აუცილებლად არის მათთვის დანახული პრობლემა და შემდგომ ეს იქნება განათლების სისტემისთვის პრობლემა. საზოგადოებრივი ვნებათა ღელვის შემდეგ ახლა განათლების მინისტრის მოადგილეს ყველა გამადიდებელი შუშით აკვირდება. ერთი საბედისწერო შეცდომა სიტუაციის დასალაგებლად დანიშნულ ჩინოვნიკს შესაძლოა მთელი კარიერის ფასი დაუჯდეს.